4 საათზე უკვე. მარიკა არევაძის საავტორო გადაცემის. უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში გადაცემით უსამართლო სასამართლო მარიკა არევაძესთან ერთად და დღევანდელ ჩვენს გადაცემას მიუძღვნით ეგრეთ წოდებულ ტროტუარის საქმეებს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით დეკემბრის ბოლო დღეებიდან მოყოლებული ჩვენ უკვე აქტიურად ვხედავთ, როგორ აკავებენ ერთი და ერთმანეთის მიყოლებით ადამიანებს, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები დგანან ტროტუარზე. ეს გამოიწვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ბოლოს განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომლის ფარგლებშიც უკვე ქართული ოცნების რეჟიმმა ფაქტობრივად უბრალოდ დგომაც გახადა დასჯადი და რითიც ფაქტობრივად აკრძალა, ანუ შეზღუდა აზრის გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტურად არაგონივრულად, არაპროპორციულად, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა ზოგადად ადამიანის უფლებებთან, რომელიც აღიარებულია როგორც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო დოკუმენტებით, რომლებიც შეეხებიან ადამიანის უფლებებს. ამის ფარგლებში ჩვენ ვხედავთ უკვე ათობით საქმეს, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს სასამართლოს და ითხოვს ადამიანების დასჯას ტროტუარზე დგომის გამო, ისე რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ აქვს, რომ თითქოს და იქ დგომით ან საფეხმავლო გზა იკეტებოდა, ან ვინმე სამი ძიანი ექმნებოდა, ან ვინმე დაზარალებული არსებობს და ასე შემდგომ. ეს არის უბრალოდ მორიგი მეთოდი იმისა, რომ როგორღაც პროტესტი და აქცია დაიშალოს და როგორღაც ამ ადამიანებზე, ვინც დღემდე უტეხად იბრძვის საკუთარი სამშობლოსთვის მოახდინონ გარკვეული გავლენა, დამაშინებელი გავლენა. მეცაც გეტყვით, აღნიშნული საქმის ფარგლებში უკვე დაიწყეს სასამართლოებში რიგ შემთხვევაში საქმის წარმოების შეწყვეტები და საქმის სისხლის სამართლის ნიშნების საქმეში თითქოს და სისხლის სამართლებრივი ნიშნების არსებობის გამო მათი გადაცემა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ამან შექმნა ის აბსურდი, რომ შესაძლოა ტროტუარზე დგომის გამო მაგალითად სამი შვილის დედას, აქედან ერთი მცირეწლოვნის, მაგალითად პროფესორს, მაგალითად უბრალოდ დემონსტრანტს, ხელოვანს, მასწავლებელს და ასე შემდგომ შეიძლება 1 წლით ციხეში სისხლის სამართლებრივი წესით მოუწიოს ჩაჯდომა. ეს რა თქმა უნდა არის სრული აბსურდი, მაგრამ ეს ის აბსურდია, რაშიც უკვე ბოლო თვეების განმავლობაში ვცხოვრობთ მიტაცებული ხელისუფლების პირობებში. დღეს როგორც გითხარით, ჩვენი გადაცემის თემა არის ტროტუარების საქმე და დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრები გახლავთ გიორგი სავანელი, რეჟისორი, ხელოვანი, რომელიც არაერთხელ გახდა რეჟიმის რეპრესიების ხორბლი და ამჯერადაც მას ედავებიან ტროტუარზე დგომას და მისი ადვოკატი აიჰან ჰასანლი, რომელიც არა მხოლოდ გიორგის, არამედ ძალიან ბევრ საქმეში საკმაოდ აქტიურად არის ჩართული და მაქსიმალურად ცდილობს იყოს ადამიანების გვერდით, რომლებიც დღეს იმყოფებიან, ასე ვთქვათ, რეპრესიების ქვეშ. გიორგის შემთხვევაში ადვოკატი პროცესზე მეც გახლავართ, თუმცა ამ შემთხვევაში დავრჩები როგორც წამყვანის ამპლუაში და სამართლებრივი კითხვებით გიორგი აიჰან მოგმართავ შენ. გიორგი, პირველი კითხვა შენთან მექნება, პირველ რიგში მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მინდა რომ დეტალურად აუხსნა ჩვენს მაყურებელს, რას გედავებიან და რა ხდება საქმეში შენი გადასახედიდან, სამართლებრივ ნიუანსებზე უკვე აიჰანს ვკითხავ შენი გადასახედიდან, რომ ხშირად გვედავებიან ხოლმე და გვეკამათებიან სოციალურ ქსელებში, რომ არა ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს არ აკავებენ. აი მოგვიყევი შენს შემთხვევაში რა ხდება? მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს საკითხი და ეს საქმე და ცალსახად ვამბობ არა იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე ვარ ერთ-ერთი ფიგურანტი, უბრალოდ იმდენად თავისი არსით და თავისი აღსრულების მექანიზმებით იმდენად ანომალიურია და იმდენად არ შეეფერება არავითარ არათუ საკანონმდებლო ან საერთაშორისო სტანდარტს, ხო საერთოდ ჰუმანიზმის სტანდარტს არ შეესაბამება, ხო, როდესაც კაცობრიობა განვითარდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად დავიცვათ ერთმანეთის უფლებები. ანუ
ელემენტარულ უფლებებზეა ლაპარაკი. არ შეესაბამება საერთოდ კონსტიტუციას, ხო, რაც არის ფუძემდებლური დოკუმენტი, როგორ უნდა ვიცხოვროთ სახელმწიფოში მოქალაქეებმა და საზოგადოებამ, ხო? აქედან მინდა მე დავიწყო ყველაზე ტრაგიკული ეს არის, რომ ასე ხო, ხელისუფლებას ყავს რაღაც ნაწილი სხვადასხვა მიზეზთა გამო, მართალია ბევრი არა, მაგრამ რაღაც ნაწილი რჩება ადამიანების, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად აი მართლა ისეთი აბსურდულობისა და ანომალიურობისა, როგორიც არის ტროტუარზე დგომისთვის ადამიანის დაკავება, ხო? მაინც რჩებიან ამ ხელისუფლების მხარდამჭერები კიდევ ერთხელ ამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ანუ რაც არ უნდა იყოს, ანუ ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელი და გაუმართლებელია ეს მიზეზი. ნამდვილად არ ვაპირებ ახლა ამ ადამიანების ამ კატეგორიის ხალხის განხილვას და დამონათებას, უბრალოდ თუ ინდივიდს პრეტენზია აქვს, რომ ის არის თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მოქალაქე, მე მგონი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ სახელმწიფოში წესრიგს არეგულირებს კონსტიტუცია, ხო? როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება გაცდენილია კონსტიტუციის ფარგლებს, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ ის ხელყოფს პირდაპირ ვისი ვალდებულებაც არის მისი დაცვა, ის თავად არღვევს აი ამ უმთავრეს ნორმათა სისტემას, რომელზეც დგას წესრიგი, რომელზეც დგას მშვიდობა, რომელზეც დგას კაცთმოყვარება და განვითარება, რაც მთავარია სახელმწიფოსთვის, ხო? მაგრამ ყავს ხელისუფლება ისეთი ვერაგი, ისეთი დაუნდობელი და ისეთი არასამართლიანი და არაჰუმანური, როგორიც ყავს და კიდევ უარესი, ეს რო ყოფილიყო, ანუ ასე ვთქვათ, უბრალოდ არადემოკრატიული და ტოტალიტარული ან ძალადობრივი რეჟიმის სხვა არის, კიდევ უარესი ყავს ოკუპანტის მიერ მართული უსამართლო და ძალადობრივი ხელისუფლება, მაგრამ ხო, არიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან ამ ქვეყნის ნაწილი, რომ არიან განვითარებული ადამიანები თუნდაც და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ვერ თანხმდებიან იმ თავარზე, რაც არის ჩვენი თანაარსებობის საფუძველთა საფუძველი, ხო და ეს არის კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს მშვიდობიანად, არაძალადობრივად იარაღის გარეშე საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება და რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის რომელიმე სხვა ჯგუფისა თუ ინდივიდისთვის, ის ვალდებულია, რომ დაიცვას მისი გამოხატვის უფლება აი ამ არაძალადობრივ მშვიდობიან პირობებში და აღმოჩნდა, რომ თურმე აი ამ თავარზე ვერ თანხმდებით, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს და შემდგომ გვაქვს პრეტენზია, ან აქვს პრეტენზია, რომ რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს ის პრობლემები, რაც სახელმწიფოშია, ხო? ანუ როცა საფუძველში აი ეს მთავარი არის მორღვეული, ეს მთავარი ფაქტორი არის ჩაშლილი, ხო? იქ უბრალოდ წარმოუდგენელია რამე უკეთესობაზე და რამე შედეგზე საუბარი, ხო? ეს ერთი და ამაზე თუ დაფიქრდებიან და ესეც აქვე რაღაცნაირად გადაკრული ნათქვამი შეიძლება გამომივიდეს თუ ალუზიასავით, უნდა თქვა ესეც სწორედ განათლების სისტემის პრობლემა. ანუ ის რეფორმა, რომელიც ახლა ტარდება, ხო? ეს რეფორმა იმით ინსტიტუციების გამსხვილება დანაწევრებით კი არ უნდა დაიწყონ, იქიდან უნდა დაიწყოს სწორედ რომ ადამიანებს და მოქალაქეობას, როდესაც სკოლებში ასწავლიან და კაცმა არ იცის ჯერ ვინ ასწავლის და მერე რას ასწავლიან რა პროგრამით, ხო? ანუ ყველაზე მთავარი რაც არის, ანუ რაზე თანხმდებით საზოგადოება, რომ თანასწორუფლებიან პირობებში განვითარებისკენ მიერ. ეს არის სწავლება. აბა, შუქნიშანზე გადასვლას სახლშიც დედა და მამა ასწავლის, თუნდაც ცნობიერება არ ქონდეს მარტო იმისთვის, რომ მის შვილი დაცული იყოს და მანქანა არ დაეჯახოს. ეს არ არის სამოქალაქო ცნობიერება, ხო? ანუ თავარი არის, საიდანაც ანუ აზროვნება, მენტალობა უნდა ჩამოუყალიბდეს, რომ მე თვითონ მიხვდეს ეს ახალგაზრდა, რატო შუქნიშანზე გადასვლის წესი არ დაარღვიოს თუ ზებრაზე თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით, ეს კიდე ცალკე პრობლემაა და რაც შეეხება ისევ რომ დავბრუნდეთ ამ ჩვენ საკითხთან, ხო? ჩვენ საკითხთან, ხო? ხანდახან მეცინება, თუმცა მართლა არ არის სასაცილო, რადგან სამხილი რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილი, რუსთაველის გამზირის პარლამენტის წინ უზარმაზარ ტროტუარზე დგავართ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, თან სამხილი ის ვიდეო სამხილი რომელიც წარმოდგენილი აქვს, იქ აშკარად ჩანს, რომ ჯერ კიდე არ ვართ იმ დროისთვის იმდენი, რომ სრულად დავიკავოთ ის სივრცე, რომ არათუ
გადაადგილება შევუზღუდოთ, უბრალოდ შეიძლება ოდნავ ხელი შეეშალოს ადამიანს. ხო, ანუ ამდენიც კი არ ვართ. მით უმეტეს კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში ვდგავარ ისეთ ადგილას, სადაც მოსიარული ადამიანი არ ხვდება, ხო? ანუ აი იქ სადაც არის გამწვანება, ანუ იმის გასწვრივ, ხო, ადამიანი არ გადის, იმიტომ რომ თუნდაც რაღაც მონაკვეთში სკამებია და იქ სასიარულო სივრცე და არეალიც არ არის, ხო? მაგრამ აი ამასაც რო თავი დავანებოთ, ხო? რაც არ უნდა კანონად აქციონ. მე მგონია და იმ დღეს სასამართლოზეც თქვი და როცა მომეცემა საშუალება უნდა უთხრა, თავად სიტყვების შინაარსში აქვს პრობლემა, რომელსაც არ უკვირდებიან ისინი, ხო? შეფერხება გადაადგილების რას ნიშნავს, რომ ჩავიდინეთ ისეთი ქმედება, რომლის საშუალებითაც, თქვათ, ჰიპოთეტურად, რომელიღაც ინდივიდს ჩვენ დავუშალეთ მისი სურვილის განხორციელება, რომ გაეგრძელებინა იმ ტერიტორიაზე, იმ პერიმეტრზე გზა. მსგავსი არაფერი იმას, რომ მომჩივანი არ არის კონკრეტულად, მაგრამ რომც იყოს, ასეთი მსგავსი არ ყოფილა, ხო? შეფერხება შეიძლება ნებისმიერმა საკითხმა გამოიწვიოს, მოზრდილი ქვა ეგდოს ქუჩაში, რომლისათვის 3 სანტიმეტრით ავლა მოუწიოს მოქალაქეს, ან ორი ადამიანი შეხვდეს ნებისმიერ ადგილას, უბრალოდ ქუჩაში გაჩერდეს რაღაც დროის განმავლობაში და უამრავი და ჩვენი ქალაქი რო იტბორება იქ რა შეფერხებაა და როგორ გვიწევს გადაადგილება, ესეც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ხო? გამომდინარე აქედან, უბრალოდ წარმოუდგენელი, აი თვითონ ბრალდებაც კი საკუთარ თავში ეწინააღმდეგება ყველაფერს. ანუ ლინგვისტური თვალსაზრისით, საკანონმდებლო თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, აი ყველა ნორმა დარღვეულია და მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა სევდიანი და სამწუხარო იყოს, რეჟიმის სასამართლო ზის და აი ამ საქმეებს სერიოზული სახით განიხილავს, თითქოს ეს იყოს მართლა სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული. აი ხანს მოусმენ და შემდგომ უკვე აუცილებლად ჩემი გადაცემის სათაურიდან გამომდინარე უნდა კითხო პირადად შენთვის რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო. აი ხან რო დაუბრუნდეთ უკვე ვწერთ ვისაუბროთ უკვე სამართლებრივ ნაწილზე, რა მოცემულობა გვაქვს ამ საქმეში და რა მტკიცებულებები გვაქვს ამ საქმეში, რამდენად რეალურია სამართალდარღვევის არსებობა, თუნდაც იმ აბსურდული კანონების ფარგლებში. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა მარიკა მოწვევისათვის. ნამდვილად გამიჯერდება ამაზე რაღაც სამართლებრივი ახსნის რომ სამართლებრივად ავხსნა ეს სიტუაცია, იმიტომ რომ სამართალს არაფერი უკავშირდება ამ მოცემულობას და ამ ნორმას, რომელსაც ედავებიან მოქალაქეებს ეგრეთ წოდებულ ტროტუარის დგომას, ძალიან ბევრი სამართლებრივი პრობლემა აქვს. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ნორმა არის ისეთი ცალსახა, ისეთი აშკარა არა კონსტიტუციური, რომ არაფერი არ შეიძლება იმაზე მეტი ალბათ რომ იყოს, ხო? იგივეა, რომ ადამიანს აღვრძალოს სახში ფიქრი. ეს არის იგივე მოცემულობაში, რასაც შეგრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებისთვის ადამიანს აღვრძალოთ ხალხმრავალ ადგილას დგომას. ხო, ეს არის ფუნდამენტი ამ იდეის, რასაც შეგრებისა და მანიფესტაციას უწევს. სწორედ ამოსავალი წერტილიდან გამომდინარე არის საქართველოს კონსტიტუციაში ეს როგორც გარანტირებული ერთ-ერთი ფუძემდებლური დემოკრატიის საყრდენი, ხო? და ზუსტად ამით იწყება, როდესაც ადამიანების ცხოვრებიდან ამოვარდნილია კონსტიტუცია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონსტიტუცია აღარ შეუძლია მოქალაქეთა დაცვა, იმიტომ რომ თავად კონსტიტუცია არ არის ის, რომ შეასრულოს საკუთარი თავი. იმიტომ რომ კონსტიტუცია არის ღირებულებათა გაერთიანება, რომელიც გეუბნება, რომ ჩვენ უკვე საზოგადოებრივი რაღაცა საზოგადოება ვთანხმდებით რაღაცა კონკრეტულ ღირებულებებზე და ეს არის ჩვენი ღირებულებათა გაერთიანება, რომ ამაზე ვართ, ასე ვთქვათ, თანახმად თუ რაღაცა წესები ამ შეთანხმებას საზოგადოების შეთანხმებას ეძინააღმდეგება, ზუსტად აქედან იწყება კონსტიტუციის ამოვარდნა ადამიანების ცხოვრებიდან და ზუსტად აქედან გამომდინარე ყველაფერი იწყება კონსტიტუციით და ყველაფერი მთავრდება კონსტიტუციით. ადრე თუ გვიან კონსტიტუცია როცა ირღვევა საბოლოო ჯამში ბრუნდება იმ ადამიანებს, რომლებიც ამის დამღები არიან და ადრე თუ გვიან, ასე ვთქვათ, ამის პასუხისმგებლობასაც მოუწევთ ამ ადამიანებს, რომლებიც კონსტიტუციის დარღვევამდე მიუდანა ამბავი. თუმცა შეკრებებზე
და მანიფესტაციის თვითონ თავისი ბუნებიდან გამომდინარე არის ზოგადად კონსტიტუციური უფლებები, რომელიც ერთგვარი გასაღების როლს თამაშობს, რომ სხვა უფლებების რეალიზაციისთვის ჯერ ეს კარი უნდა გააღო. თუ ამას ვერ გააღებ, თუ ეს კარი ჩაგედილია, სხვა უფლებების რეალიზაცია ფიზიკურად შეუძლებელია. აი თუნდაც მაგალითად შეგრების თავისუფლების გარეშე როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ გამოხატვის თავისუფლება ცალკე აღებული, ხომ? კონკრეტულ შემთხვევაში ბუნებრივია შეგვიძლია გამოხატვის თავისუფლება გამოვიყენოთ, თუმცა როცა ჩვენი მიზანი არის რეჟიმის პროტესტი, რომ კონკრეტული ადგილიდან როგორც არის საქართველოს პარლამენტი ეს ერთგვარი საკანონმდებლო ორგანოს და ხალხის მიერ გადაცემული ლეგიტიმაციის სიმბოლოდ ითვლება, აქედან გამომდინარე იკრიბება ხალხი, ხომ? თორემ მაგათა შეგვიძლია სხვაგანაც შევიკრიბოთ, ხომ? იდეა ზუსტად ამაში მდგომარეობს. და როდესაც იქ დგომა, ეკრძალება და ამბობენ, რომ შენ აზრი სხვანაირად უნდა გამოხატო, ეს სიძღვისა და გამოხატვის იდეა იკარგება. რის გამოც მინდა ამის გამოხატვა, ეს იკარგება. ზუსტად აქედან გამომდინარე შეგრების თავისუფლება თამაშობს ერთგვარი გასაღების როლს, რომ მე გამოხატვის თავისუფლებამდე მივიდე. შესაბამისად, ორი კომბინირებული ჩვენ თავისუფლების დაცვასთან გვაქვს რეალურად საქმე. და ამბობს, რომ როდესაც შენ ან ფაქტობრივად ძინა პროცესი რა მოხდა, ხო? ჩვენ დავაღენეთ მოსამართლეების შუამდგომლობა, რომ მიემართო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მოითხოვოს აღნიშნული ნორმის გადასინჯვა. რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადასინჯოს, ეს ნორმა რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და გითხრას პასუხი და მე რა გააგრძელა საქმის წარმოება. და რა თქვა სასამართლომ? ხო ეს არის რომ მოსამართლეების უფლებამოსები, რაც ხანდახან და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ამას ამ ფორმით შევაფასოთ, მაგრამ შემთხვევითობა არ არის რომ ეს ნორმა სწორად ჩაწერილია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული განათლების მეშვიდე მოხელში, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას ეხება. და ეს იმედომ არის იქ მითითებული იმ ამოსავალი ზერდელიდან და ფილოსოფიის იდეიდან გამომდინარე, რომ მოსამართლე როგორც კონსტიტუციური გარანტი, მოქალაქის კონსტიტუციური გარანტი, რომ თვითნებობისგან დაიცვას მოქალაქე, როცა სახელმწიფო თვითნებობად იქცევა მოქალაქეს მიმართ და უსაფუძვლოდ არღვევს მის უფლებებს, სასამართლო და მოსამართლე უნდა იყოს ამ უფლებების გარანტი, რომ მე მივმართო და მოვითხოვო, რომ სახელმწიფო რაღაცა არაგანონიერი ქმედებით მიზღუდოს ჩემს უფლებას, სასამართლომ უნდა იყოს მოძალადების სიმაღლეზე და სწორედ უნდა თქვას, რომ იცი რა მე მაქვს პერკეტები მოსამართლე და მე მოვითხოვებ ეს ნორმა როგორც საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ეს ნორმა და შეეზღუდო შენ უფლება რამდენად შეესაბამება, იმიტომ რომ მე უნდა გამოვიყენო ეს ნორმა. აი ეს ის მოცემულობა სულ სხვანაირია, როდესაც არის და სხვადასხვაობა არსებობს, ხო? არსებობს ნორმები, სადაც იურისტებს აქვს განსხვავებული აზრები კონკრეტული ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო მოსამართლემ არ დაეთანხმოს და თქვას, რომ მე რაიმე პრობლემას ეჯვი არ მაქვს ამ ნორმის კონსტიტუციურობასთან მიმართებაში და დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენოს, მაგრამ როდესაც ნორმა იმდენად აშკარა არა კონსტიტუციურია, რომ არაფრით არ შეეძაბება მithumedes 5 დღიდან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობას ითვალისწინებს და წარმოიდგინეთ ადმინისტრაციული პატიმრობას ნორმა, რომელიც ალკოჰოლური მოქმედების ქვეშ დარებისთვის განმეორებით შემთხვევაში ითვალისწინებს პატიმრობას, ან სახელმწიფო გვეუბნება, რომ იცი რა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართმის, ასე ვთქვათ, მანქანის დარებაზე უფრო საშიშია თურმე ხალხის სავალი ნაწილის გადაგედვაო. პროპორციულობის ნაწილშიც პრობლემურია. ამავდროულად არის ჩანაწერი, რომ 15 წუთი შეუძლია მისცეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ იმ ტერიტორია დადოვოთ, მაგრამ თუ არ რომ დადოვოთ ეს 15 წუთის განმავლობაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაიდინოთ და მაინც პასუხისმგებლობაში შეუძლია მისცეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაშინ კითხვა ჩნდება, რა უნდა დავდო ეს ტერიტორია, თუ მაინც და მაინც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ვიქნები. კიდევ არის ამ ნორმის სხვა პრობლემები, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ძინასწარ რო გავაფრთხილო შინაგან საქმეთა სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოდი ესე ღრმად რო არ წავიდეთ, ძალიან საინტერესოც მიყავს საუბარი, თუმცა ჩვენს მსმენელს მინდა დავანახო, ასე ვთქვათ, რა ხდება კონკრეტულად გიორგის საქმეში, რა მტკიცებულებებია და რატომ არის, ასე ვთქვათ, ეს საქმე უსამართლო. რატომ არის რომ გიორგის ედავებიან აბსურდს და მისი მხრიდან რეალურად სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი არ ქონია. ნუ გარდა იმისა, რომ ზოგადად ეხა ტროტუარზე დგომა არ შეიძლება უბრალოდ რომ შეფასდეს როგორც სამართალდარღვევა, მოცემულ შემთხვევაში თუნდაც ტროტუარზე დგომით რატომ არ დაარღვია გიორგიმ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნა. კი ბატონო, ერთი ის რომ ეს ქმედება ვერ იქნება რაღაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს ცალკე ამბავი, მეორე
რომც იყოს, ანუ გავხეთ ამ შემთხვევაში განმდებლის ლოგიკას, ხომ? ვთქვათ, რომ კი ბატონო, ეს ქმედება არის ადმინისტრაციული სამართალ დარღვევა. რა უნდა იყოს სახეზე იმისათვის, ხომ? უნდა იყოს დასაცავი სიკეთე. ანუ ნორმა, ზოგადად კანონი ადამიანის ცხოვრებაში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის საჭიროება არსებობს. თუ ან ადამიანები ვარ თავისუფალი არსებები და მხოლოდ განონები, როდესაც რეპრესიის სახით შემოდის, რა თქმა უნდა, რეპრესიის იგულისხმება ის, რომ რაღაცა ქცევა მოაწესრიგოს ნორმა ან კანონი, შედის იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაცა ქცევის ცვლილება უნდა, ასე ვთქვათ, გამოიწვიოს. და ზუსტად ამ შემთხვევაში აი ეს ნორმა ვისგან რას იცავს? რომელი დაზარალებულს იცავს, ან რომელი ლეგიტიმურ საჯარო მიზანს იცავს? მოქმედი საქმეში საერთოდ არ არის მტკიცებულება, რომ ვინმე დაზარალებული არსებობს. საქმე არის ჯამში 11 ფურცელი. პატარა იმას გავაკეთებ განმარტებას რა, რომ საქმეში არ არსებობს დაზარალებული, ჩვენს მსმენელსაც რო ავუხსნათ, რას ნიშნავს, რომ ანუ დაზარალებული ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ აი რაღაცა ფინანსური ზიანი მიადგა, ჯანმრთელობის ზიანი მიადგა, რაღაცა გაუბედურებულ მდგომარეობაში ადამიანი. აქ ზიანზე საუბარია და დაზარალებულზე, რომ შეიძლება ტროტუარზე გავლისას ნაბიჯით მეტის გადადგმა მოუწია, რომ გზა გაეგზელებინა გვერდის ავლა. აი ეს არის დაზარალებული ამ ტიპის საქმეებში და ასეთიც არ აყვავს. გიორგი საქმეში. კი ბატონო, ერთი ის რომ დასაცავი სიკეთე, ლეგიტიმური საჯარო მიზანი არ გვაქვს. მეორე ის რომ აი იმ მოცემულობაში საქმე რომელიც არის 11 ფურცელი, რომელიც 3 ფურცელი არის, ერთი განცხადება, 2 მინდობილობა, ოქმი და კიდე საქმეში არის დათვალიერების ოქმი, რომელიც ეგრეთწოდებული ვიდეო დაათვალიერებს, როგორც თავისი შინაარსით უკანონო მტკიცებულებაა. სხვა არაფერი არ დევს საქმეში და ამით ამბობენ, რომ იგვეთებაო ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის ჩადენის ფაქტიო გიორგი სავანელის მხრიდან. რითი დაადგინა, ხომ? ერთადერთი რითაც შეგვიძლია დავადგინოთ არის ის, რომ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც თავისი შინაარსით უგანონო მტკიცებულება იქიდან გამომდინარე, რომ სახის ამოცნობი ვიდეო საშუალებით არის ეს ასე ვთქვათ, ვიდეო გადაღებული და შესაბამისად საქმეში დამაგრებული, რაც სისხლის სამართლის შემთხვევაში ცალკე განჩინება არის. საჭირო რომ ეს მტკიცებულება აიღოთ ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის საქმეში წარმოიდგინეთ, უბრალოდ დევს ეს. უფრო მაღალი სტანდარტი სადაც სჭირდება წარმოიდგინეთ. და ეს თავისი შინაარსით ხო საუბრობდი პროცესი ანალოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. დიახ, და ახლა რეპლიკის ეტაპზეც ვისაუბრებთ მაგასთან დაკავშირებით. და ზუსტად ამ შემთხვევაში როგორ შეუძლია დაადგინონ, ხო, გიორგი სავანელის ქმედება იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალ დარღვევა. გზის სავალი ნაწილის გადაგედვის ფაქტი უნდა დადასტურდებოდეს, რომელიც სავალი ნაწილის გადაგედვა რას ნიშნავს? ვინმემ, რომელიც შეეცადა იქ გაიაროს, ვერ შეძლო გასვლა. ოღონდ ტროტუარის ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არის თუ არა ესეთი ბირი ფიგურირებს თუ არა საქმეში, არ ფიგურირებს. შესაბამისად, რას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოში ჩანს, რომ ხალხიო რამდენიმე ადამიანზე არის მგონი საუბარი, გაიარაო არა იქიდან, სადაც გიორგი სავანელი იდგაო, არამედ გაიარაო სხვაგანო. იქნებ გითხებ მისი სურვილი იყო იქიდან არც დევს საქმეში. საქმეში არ დევს, ანუ მაგას ამბობა ზებრის სიტყვი არა თუ რომ ანუ ხო უნდა გადააკვალიფიცო რომ რაღაცანაირად ამ ნორმასთან მიმართებაში რომ თუნდაც სათქმელი კონდეთ. ან ხალხმა გაიარაო სხვაგანო არა იქიდანო სადაც გიორგი სავანელი იდგაო. თან ჩანს ის სივრცე სადაც შესაძლებელია ადამიანების გავლა ჩემს უკანაც და ჩემს წინაც. ხო, იმიტომ რომ ძალიან ახლო კადრი არ არის და ეს სივრცე აღიქმება. ესეც რომ არ იყოს ესეც რომ არ იყოს, აი ყველაფერი, აი უპირესი ზომით რომ მიყვეთ, ხო? ვთქვათ რომ ყველაფერში მართალი არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. სად არის ის ადამიანი, რომლის გადაადგილებაში შეფერხება გამოიწვია თქვენმა ქმედებამ. ანუ იქნებ ჩემი სურვილი იყო. ეს მაგალითი მოუყვა პროცესს, აი პარლამენტის მობრიდება რომ ხარს არის კაფე, რომელიც ხშირად ავდივარ ხოლმე, კაფე მუზეუმი. იქიდან ამოვედი. მივდივარ მეტროსკენ, ხო, გადავედი გზის მეორე მხარეს, იქ პარლამენტის მინდაბარე ტოალეტში შემხვდა ჩემი ნაცნობი. თუნდაც შეენ, ხო? მივედი, მივასალმე, 5 წუთით რაღაცას გავიარე და გავედი. მაშინ სამართალ დამრღვევი ვარ, ეგრე გამოდის. ხომ იგივე ლოგიკა, ანუ მაშინ როგორ უნდა გამოვიყენო მე იმ სივრცე? სხვაგვარად ხო შეუძლებელია როგორ მოახდინეს პირის იდენტიფიცირება ადმინისტრაციული სამართალ დამრღვევად ჩნდება კითხვა ესე იგი იმ ამოსავალი ძერდრიდან გამომდინარე რადგან გიორგი სავანელი ხშირად გამოდის აქციაზე და პროტესტებს ასე ვთქვათ ეს რეჟიმი შესაბამისად ავტომატურად სუბიექტური განცდაზე დაღრდნობით რახან ეს გიორგი სავანელია
აქედან გამომდინარე ის ადმინისტრაციულ სამართალდამცავია, მაგრამ ის ბ ადამიანი რო ყოფილიყო, რომელიც აქციაზე არ დადის და შემთხვევით გაიარა, ისე კი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სამართალდამცავი. საბოლოო ჯამში რაზე მივდივართ, ხომ? მივდივართ იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოგიკა ადმინისტრაციული სამართალდამცავების საქმე ეფუძნება თავისი შინაარსი და მოცემულობით შინაგან საქმეთა სამინისტროს სუბიექტურ აღქმას და არამედ ქცებულებებს და ეს ანუ ვერც ერთი ქვეყანაში ვერ იქნება საქმე, რომელიც მომჩივანი სუბიექტური შეფასების გამო ასე ვთქვათ, ადამიანის დაჯარიმება შეიძლება იყოს სამართლებრივ. ჩვენ ვიმყოფებით ადმინისტრაციულ საქმის წარმოებაში, სამართალდარღვევის პროცესში, სადაც მტკიცების ტვირთი არის ადმინისტრაციული ორგანოზე და ჩვენ სმენასაც ვაუხსნათ, რა არის მტკიცების ტვირთი, ეს არის ვალდებულება, რომ საქმეში რომ მართლა სამართალდარღვევას აქვს ადგილი და ეს სამართალდარღვევა ჩაიდინა კონკრეტულმა ადამიანმა, სწორედ მან უნდა დაამტკიცოს უტყუარი მტკიცებულებებით და მოცემულ შემთხვევაში, აი გიორგის საქმეზე რო ვიმსჯელოთ, ხო, არც უტყუარი მტკიცებულება არსებობს, არც რაიმე სამართალდარღვევა არსებობს, წარმოდგენილია ერთადერთი კი, არც მტკიცებულება, წარმოდგენილია ერთადერთი ვიდეო, სადაც ერთ ვიდეოში არ ჩანს საერთოდ გიორგი, იქ არ დგას გიორგი და ამის სანაცვლოდ უკვე ხდომაზევე წარმოადგინეს მეორე ვიდეო, სადაც გიორგი დგას ისეთ ადგილას, რომელიც საერთოდ ფეხით მომავალებს არ უშლის ხელს და ვერ შეუქმნის ობიექტურ მოცემულობაში ვერანაირ დაბრკოლებას, საკმარისი ადგილია იქ, რომ ადამიანებმა გაიარონ და ასევე არც გაფრთხილება არ ყოფილა პოლიციის მხრიდან ამ საქმეში არ არის ესეც წარმოდგენილი. მოკლედ აი ესეთ შემთხვევაში ვხედავთ ამდენი იურისტი, ადამიანი, რომლის ბედიც იქ წყდება აბსოლუტურად არაფრის გამო და ამდენი გულშემატკივარი და სერიოზული სახეებით ვინხილავთ ტროტუარზე დგომა არის თუ არა სამართალდარღვევა. გიორგი, შენთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასამართლოსთან მოგიწია საქმე. ჩემს გადაცემას ქვია იმ აბსურდულ რეალობიდან გამომდინარე, რაშიც გვიწევს ცხოვრება, უსამართლო სასამართლო. რამდენად სამართლიანია დღეს სასამართლო? ხო, ამას ამბობ ხოლმე, ოღონდ მსმენელიც მიხვდება, რომ ეს რაღაცნაირად პატივმოყვარეობის გამო არ ვამბობ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის მართლა ძალიან კარგი მოქალაქე ვარ, მისი თუნდაც ოდნავი წინსვლისთვის ჩემი თანამონაწილეობის გამო და თუნდაც იმ ყველა მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ნორმის დაცვის და ერთგულების გამო, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია, დაწერილი თუ დაუწერელი მათ შორის. ამიტომ მართლა წარმოუდგენელია, რომ ნორმალ და ჯანსაღ პირობებში სასამართლოსთან მქონოდა საქმე, თუმცა პირველად ეს იყო ეგრეთ წოდებული ტრენინგების საქმე, როდესაც არსებობს ბატონი ლილუაშვილის ჩანაწერი, როდესაც ჟურნალისტი ეკითხება, რომ თქვენ გინდათ დაამტკიცოთ, რომ გიორგი სამონელი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა და ლილუაშვილი პასუხობს იქ, რომ გადატრიალების რევოლუციონერებს პროფესია არ გააჩნიათ და ნებისმიერი შეიძლება იყოს. და ძალიან აი ეს იყო ჩემთვის მართლა ძალიან ნიშანდობლივი და ამიტომ გავიხსენე ეს და მინდა რომ მოქალაქეებიც დაფიქრდნენ, რომ ეს საქმე არ ვიცი რომელ თაროზედებს მიხვდნენ იმდენად ასევე შეუსაბამო იყო, რომ ვერაფერ ხელსაჩასაჭიც ვერ ნახავდნენ, რომ ალბათ თაროზე შემოდეს ან დახურეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მოხდა ისე, როდესაც მე დავებოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებას, ჩემამდე ლილუაშვილი აღმოჩნდა ციხეში. ანუ რეჟიმის ლოგიკა ეს არის, რომ შეიძლება ხვალ ის ადამიანი, ვინც ამ რეჟიმს ამართლებს, ან თავად არის ბრალდებელი, ხო, მოუტრიალდეს მას. ამიტომ ამაზე მინდა რომ კარგად დაფიქრდნენ, როგორც, ამ რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ ამისი საშუალება აღარ აქვთ, იმიტომ რომ დაჭერილები არიან სხვადასხვა ფაქტორის გამო, ან იმდენად არიან ჩართული, რომ იქიდან გამოსვლა უკვე წარმოუდგენელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, ვინც მათი მხარდამჭერი არიან, ან ვინც შეიძლება კიდე ჩაითრიონ აი ამ მართლა ძირგამომპალ სისტემაში, რომ ამაზე მაინც დაფიქრდნენ. რაც შეეხება სასამართლო ნოემბერში შეურაცხყოფა და აიჰანი იყო მაშინაც ჩემი ადვოკატი, დაუმორჩილებლობა შეურაცხყოფას მედავებოდა, ხო, სასამართლო და 5 დღიანი პატიმრობა შემიფარდეს ერთ სიტყვით და ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც სასამართლოსთან მაქვს შეხება.
მართლა გადაუჭარბებლად ვამბობ, თითქოს არა ვარ სენტიმენტალური ადამიანი, მაგრამ თვითონ დაკავება ძალიან უსიამოვნო იყო თავისი ფორმიდან გამომდინარე, თავისთავად ის დიღმის იზოლატორი, რომელიც ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება. ეს არ არის, ოღონდ ეს მართლა ამაზე უნდა, როდესაც მივალთ იქამდე, რომ ამაზე იყოს საუბარი. ეს არ არის უბრალოდ ან საკანი, ან კამერა, ან ციხარ. ეს არის მე-19 საუკუნის დილეგი. უბრალოდ ადამიანებმა მინდა იცოდნენ, ხო? არ ვამბობ ზახესზე, მე სადაც უკვე რაც მოგვისაჯეს, გადაგვიყვანეს სადაც, ელემენტარული საბაზისო პირობები მაინც არის, მაგრამ აი ეს დიღმის იზოლატორი რაც არის, ეს უნდა იყოს ნიმუში 21 საუკუნეში სახელმწიფო და სისტემა როგორი დამოკიდებულებით არის ადამიანებისადმი, რომ აი იქ შეიძლება ამყოფოს ადამიანი თუნდაც 1 საათი. უბრალოდ ახლა არ მოვყვები ეთიკის გამო იმ პირობებს, რაც დიღმის იზოლატორში და ეს დედაქალაქშია და არა რომელიმე ვთქვათ ისეთ ინფრასტრუქტურულად განუვითარებელ მცირე დასახლებაში, აი ეს ამასაც მინდა ხაზი გავუსვა. თუმცა ესეც რატომ გავიხსენი, მიუხედავად ამისა, ჩემთვის თუ კი რამე იყო ყველაზე შემაძრწონებელი და თუ კი რამე იყო, რაც დღემდე წარუშლელ ანტიემოციად რჩება, ეს არის სასამართლო პროცესი. კი, უსიამოვნო იყო ეს დაჭერაც, რაღაცა ეს ჯაჯგურით, ხო, ნამდვილად, მაგრამ ეს რეჟიმის ეგრეთ წოდებული სამართალდამცავების სახეა ისინი ხო ეს რაღაც ხალხი რომელიც ყველანაირი მომზადების გარეშე ყველანაირი რაღაც დისციპლინარული აღზრდის გარეშე მოიყვანეს რომ აღასრულონ აი ეს რასაც დაავალებენ კანონიერად ამიტომ აქ არ არის ამაზე ლაპარაკი არც ვთხოვთ მაგრამ სასამართლოზე სადაც ჯანსაღი ადამიანი თითქოს ზის და მოდის პროკურორის მხრიდან მე რომელსაც არაფერი ხელჩასაჭიდი არ აქვს და ბრალს გიყენებს მოყავთ ცრუმოწმე რომელსაც სახელმწიფო ენაზე საუბარი არ შეუძლია და სამ დასწავლილ წინადადებას იმეორებს 45 წუთის განმავლობაში და შეკითხვაზე პასუხის უნარი არ აქვს რომ აი სამი ნასწავლი ფრაზის მიღმა რამე თქვას ახალგაზრდა და მოსამართლე მისამ ნათქვამს ხედველობაში ღებულობს და ამის მიხედვით გამოაქვს საშელი და ფაქტობრივი მტკიცებულება რაც ვიდეო გქონდა რომ არავის არ ვაგინებ ან უბრალოდ დგავარ ქუჩაზე და უცებ კადრი არსებობს კიდე კარგი სხვადასხვა მხრიდან სამი ვიდეო კადრი იყო სხვადასხვა რაკურსით გადაღებული სადაც დგავარ და უცებ მომცივდებიან აი ეს პოლიციის რამდენიმე ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი და მაკავებენ აი ამ ფაქტოლოგიურ გიტაცებენ ხო აი ამ ფაქტოლოგიურ მოცემულობას მოსამართლე უგულვებელყოფს და ადამიანი რომელსაც რაც დაავალეს იმასაც კი რო ვერ ასრულებს ბოლომდე ნორმალურად ანუ ისეთი უსუსური არსების ნათქვამს ღებულობს ხედველობაში აი ეს იყო ჩემთვის მართლა გამანადგურებელი რომ როგორ შეიძლება ადამიანი აი ამ დონეზე და თან რაც მთავარია მოსამართლე ერთია კიდე ამას ხაზზე მინდა გავუსვა კანონმდებლობა და კანონი კანონი შეიძლება იყოს უსამართლო. სამართალი არის უფრო მაღალი რეგისტრის ღირებულება ვიდრე კანონი. და მას ქვია არა კანონდამცველი, უბრალოდ მას ქვია მოსამართლე. სამართლის აღმსრულებელი. ანუ უზენაესი თუ კი რაიმე არსებობს ცივილიზებულ საზოგადოებაში, მათ შორის მათ ჩვენ წელთაღრით სხვამდელი პერიოდიდან, როდესაც პირველად სამართლის ცნება შეიქმნა. და 21 საუკუნეში ზის ერთი შეხედვით თითქოს ჯანსაღი ადამიანი და არათუ ფეხქვეშ თელავს არ არსებობს საერთოდ მის ცნობიერებაში ცნება და პასუხისმგებლობის მისხალი მაინც თუ როგორ უნდა იყოს ერთგული საკუთარი არჩევა მან ხო თვითონ აირჩია რომ ყოფილიყო მოსამართლე ამისი უნარი რო არ გააჩნია ადამიანს აი ეს იყო მართლა თუ კი რამე შეიძლება იყოს არასახელმწიფოებრივი არა ადამიანური ყველანაირი იმედის ჩამკვლელი ადამიანისთვის რომ უბრალოდ აი მართლა მინდა ეს ნიმუშად ნახონ ადამიანებმა ვისაც ჯერ კიდე რაიმე ილუზიები აქვს თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო სისტემამ არ მიიღოს მხედველობაში არაფერი და ვიღაცის დავალებით გაწირონ მეორე ადამიანი თუნდაც მათთვის მიუღებელი
და აქვე მინდა ვთქვა სრული პასუხისმგებლობით, როდესაც აი ამ შეფერხებას გვედავებიან მეც და ძალიან ბევრი რუსთაველზე მდგომი ადამიანი ვიცი, რომლებიც არათუ შეგვიფერხებია. ჯერ კიდე სანამ ამის შესაძლებლობა იყო რუსული კანონის დროს და გმირთა მოედანს ვკეტავდით. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი და ნაცნობი იყო, რომელიც ვიდექით გასასვლელებში, რომ სასწრაფო რომ გამოჩნდებოდა, მომენტალურად ხალხისთვის მოგვეწოდებინა, რომ გზა გაეხსნა და სასწრაფო გაგვეტარებინა, რომ არ ყოფილიყო შეფერხება. პირადად უზრუნველყოფდით ამას, როდესაც გზა იყო ხოლმე გადაკეტილი. და დღეს მე დავებიან იმას, რომ თურმე ვიღაც ადამიანმა თუ გვერდზე ამ უბრალოდ გვერდი ამიარა, ხო? ეს ყოფილა ის დანაშაული, რომლის გამოც შეიძლება საპატიმროში ჩასვან და აი ხანმა ძალიან კარგად წარმოადგინა და თქვენ მარიკა, როდესაც ეუბნებოდით, არათუ 5-15, 1 საათი ან 1 წუთი უსამართლოდ დაკავება ადამიანების. და ესეც ხო, ამაზეც მეცინებოდა პარადოქსია, იმიტომ რომ ამ ეტაპზე სკოლაშიც ვასწავლი და ზუსტად იმ სასამართლო პროცესის დილით შევედი სკოლის მმართველთან და ვუთხარი, რომ თუ ორ პარასკევი იყო და თუ ორ შაბათიდან ვერ მოვედი, იცოდეთ, რომ ესე იგი დაპატიმრება, ანუ და გავაფრთხილე საქმის კურსში ჩავაყენე ბუნებრივია, რომ გამოვედი მეცინებოდა, რომ ანუ ეს რაღაცნაირად ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ხდება, ხო? რომ მაშინ, როდესაც ვცდილობ რაღაც მომავალთაობას, რაღაცა ვასწავლოთ, რაღაც ჩვენი დაგროვებული გამოცდილება ცოდნა გავუზიაროთ და გადავცეთ, ხო? ანუ ამ რეჟიმში ვართ, რომ იცით, შეიძლება 2 კვირა გამიცდეს, იმიტომ რომ და თან ამას წინასწარო იცი და წინასწარ ელოდები, რომ ნებისმიერი რამე შეიძლება დაგაბრალოს და ბრჭყალებში დაგიმტკიცოს აი ამ უსამართლო სასამართლომ. ამიტომ მართლა წარმოუდგენელია ეს, მართლა წარმოუდგენელია აი იმ დროის დაკარგვა, ისედაც რამდენ დროს და გვაკარგვინებს ეს რეჟიმი, ხო? და სულ მაგას ვამ თუ რაიმე უპატიებელი იქნება, ეს ის დრო, რაც დააკარგვინა სახელმწიფოს განვითარებისთვის და ევროინტეგრაციის და მეორე ინდივიდუალურად რაც დრო დაგვაკარგენა, ხო? იმიტომ რომ ახლა ზუსტად მეორე სემესტრიდან მეწყება ლექციები, რომლისთვისაც უნდა მოვემზადო და ძალიან ტრაგიკული იქნება ჩემთვის ნებისმიერი დღის დაკარგვა პირადად. და კიდე ბოლოს ამით დავამთავრე, არ არის უბრალოდ ახლა ჩემ მაგალითზე განვიხილავთ ამას და ეს და ამისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდე ერთხელ, მაგრამ ნებისმიერ ყველას აქვს თავისი ცხოვრება, ყველას აქვს თავისი საქმე, არავის არ აქვს უფლება, რომ მათ წაართვან თუნდაც 1 წუთი ან 9 საათი მათი ცხოვრებიდან. და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაც პრობლემებზე, ვლაპარაკობთ ესეც შეიძლება ქვეტაკს კარგად მიხვდება ის, ვინც ალბათ უნდა მიხვდეს, ლაპარაკობთ განათლების სისტემის პრობლემებზე, რომელიც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, ფასებზე, რომელიც ყველასთვის მტკივნეულია, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ვერ იყიდის იაფად, ვერავინ ვერ მიიღებს განათლებას, თუ არ იქნა გარეთ. ამიტომ უნდა დაიწყოს საუბარი იმ ტრაგიკულობამდე მისული ფაქტებიდან თუ ანტიკანონებიდან, რაც არის სწორედ დაკავება, იმიტომ რომ თუ ეს ხალხი დააკავეს, იმათთვის აბსოლუტურად აღარ ექნება რა ფასი, რას ექნება მაღაზიაში და რომელ უნივერსიტეტში როგორი განათლება იქნება, იმიტომ რომ არა, აღარც ექნებათ აერთიანებენ აკეთებენ. რა თქმა უნდა, ამიტომ აი ეს პრიორიტეტების დასალაგებელია ჩვენ პროტესტში, უბრალოდ ამას მინდა რომ ხაზი გავუსვამ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაცია, ეს არის პირველ ჯერზე, იმიტომ რომ მეორე ჯერზე შეიძლება ეს იყოს სისხლის სამართალი და მინიმუმ 1 წელი. და არაერთი როგორც აღვნიშნე. კი, და სხვა სახის დაკავებები ხო კიდე უამრავი მიზეზით აკავებენ ადამიანებს. მადლობა გიორგი, აიხან შენს კითხავ რა ეტაპზეა ახლა სასამართლო, როდის არის მომდევნო სხდომა და რას ველოდებით ამ საქმით? 9 თებერვალისთვის გადაიდო შემდეგი სხდომა, ორ შაბათს იქნება მომდევნო სხდომა და უკვე უშუალოდ მტკიცებლებთა გამოგლებით გავაგრძელებთ და საქმეზე წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული მტკიცებლობას გამოვაგლებთ და შემდეგ უკვე დავაფიქსირებთ ჩვენი პოზიციას, ასე ვთქვათ, რეპლიკის სახით საქმესთან მიმართებაში და თუ რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ. და ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელისთვის ამ საქმეში გამოდასწრებული ერთადერთი გადაწყვეტილება ამას თვითონ სასამართლომაც და მოსამართლემაც იცის, თუმცა გვაქვს თუ არა იმის მოლოდინი, რომ სასამართლომ შეუძლია გამოიტანოს ეს გადაწყვეტილება და დადგეს მოწოდების სიმაღლეზე, ბუნებრივია ამის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. თუმცა როგორც უფლებას დამცველი, რამდენადაც არ უნდა მომიძიოს თუნდაც ერთი იგივე მოსამართლესთან იმ სამართლიანი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმდენჯერ მოვითხოვებ.
მიუხედავად იმისა, რომ იმ მოსამართლეს არ აქვს იმის, ასე ვთქვათ, თუნდაც რაღაცა ეს კონსტიტუციური ნორმების თუ შესაბამისი ნორმებთან გამომდინარე იმის რაღაც შინაგანი ძალა რომ უპირისპირდეს სისტემას და თქვას რომ იცი რა დაგვეთის მიუხედავად მე ამ გადაწყვეტილებას გამოვიდან რადგან ზუსტად ეს არის სამოსამართლო საქმიანობა და ზუსტად ეს არის მოსამართლეობა როგორც კონსტიტუციური და მოქალაქეთა გარანტი ვიცი რომ ამას ვერ იზამს მაგრამ მილიონჯერაც რო არ მომიწიოს, ასე ვთქვათ, ამის მოთხოვნა მაინც მოვითხოვებ ერთი დიგო მოსამართლისგან იმ გადაწყვეტილების გამოდას, რასაც შინაგანად მჭერა და მიმაჩნეო, რომ სწორია და უნდა გამოიტანოს ეს გადაწყვეტილება და მე ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ ყოველთვის ყველაფერთან მიმართებაში, ყველა საქმესთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩემთვის საქმე არ მთავრდება იმ პროცესზე, იმის გაგრძელებაც არსებობს სამართლოში, იმის გაგრძელებაც არსებობს საერთაშორისო დონეზე. მიმაჩნევ, რომ არ უნდა დარჩეს არც ერთი გადაწყვეტილება ამ ძუთას დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყნის შიგნით და თუ გვაქვს იმის რესურსი, ყველა საქმე უნდა მივიდეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში, სანამ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გვაქვს. და არ მიმაჩნია რომ არსებობს ობიექტური თუნდაც სასამართლო, რომელიც ამ საქმეზე სხვანაირი გადაწყვეტილებას გამოიტანდა, იმიტომ რომ იმდენად აბსურდულია და იმდენად შეგრილია საქმე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც კი თვითონ იციან, რომ ეს საქმე იმდენად აბსურდულია, თუმცა თუნდაც იმდენად ასე ვთქვათ არ აქვს ეს მოცემულობა მთლად გააზრებული რომ ერთ დღეს შესაძლოა მათ წინააღმდეგაც შებრუნდეს ეს აი უბრალოდ ეს არის რაღაცა შინაგანად ჩემთვის ღარიბაშვილს არ ეგონა რომ ციხეში ჩაჯდებოდა ლუაშვილს და იმდენად აი არ ჯერდებათ მისთვის რაიმე სახის გარემოების მტკიცების საჭიროება იმდენად არ აქვს რაიმე სახის ფაქტის დადასტურების ვალდებულება უბრალოდ იციან რომ ცარიელი ფურცელიც რომ მოიტანონ და წარმოადგინონ სასამართლოში და თქვან რომ გიორგი სავანელი ქვეყანას ანგრევდა და თურმე რაღაცა გადატრიალება ცდილობდა იცის რომ არ არსებობს სასამართლო რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ეს გარემოებას და ეს მთლიანი პროცესი თავიდან ბოლომდე არის ფორმალიზმი და ხანდახან ისე რაღაცა ყველაზე რთული ალბათ შინაგანად და ერთი იურისტისთვისაც უფლების დამცველისთვის ალბათ ყველაზე რთული ზუსტად ის არის რომ ქმნიან რაღაცა ფსევდო სამართლიანობის განცდას რომ თითქოს ისინი მათ აქვს იმის გამბოდეობა რომ ეს უკანონო გადაწყვეტილება არ გამოიტანონ და ხანდახან გადადიან სათათბიროდ ვითომ შეგნით რაღაცაზე მსჯელობენ და იღებენ გადაწყვეტილებას. ახლა ვიცი რომ 8 ფუცელიან საქმეზე რა სათათბირო გჭირდებათ ხო? 3 ოქმია, 2 მინდობილობაა და 1 ვიდეოა და ვიდეოს ჩემთან ერთად თქვენს უყურებთ და მეც შევაფასებ. რას თათბირობენ? არა, ალბათ გადიან და ყავას ჩაისწრობენ და კომპროდებიან ან სიგარეტს ეძებიან და შემდეგ უკან პრონდებიან და არ მინდა რომ გამომრჩეს ეს ზუსტად ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნორმაში რო არსებობს ესეთი ვალდებულება ორგანიზატორის მხრიდან რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩააღენეს საქმის კურსში და ნებართვა აიღოს რომ ეს ჩვენ წარმოვადგინეთ მშობლების სახით რომ რეალურად იყო იმ თარიღებთან მიმართებაში გაფრთხილებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ფორმალურობის დაცვის მაინც რომ იმ თარიღებში იგეგმებოდა ეს შეგრება და ბატონო გიორგისოს თუნდაც ჰქონდა იმის ასე ვთქვათ ინფორმირება რომ ეს აქცია იყო განონიერი, ხო? ან განზრახვას თითქმის არ არსებობს ამ შემთხვევაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებობის იდეით და სახელმწიფოებრიობის კონტექსტში არ არის იმ ორგანო, რომელიც მოქალაქეების მხრიდან გარდა კოდექსის პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა სახელმწიფოების მხრიდან რაღაცა გაფრთხილების ვალდებულება შეიძლება არსებობდეს. იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ორგანო, სადაც უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოფოს და რაღაც იმ ქმედებებთან მიმართებაში რომელიც სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული როგორც დანაშაული უნდა აწარმოებდეს შესაბამისი გამოძიება და შესაბამისი აქვს ვალდებულებები ასე ვთქვათ შესაბამისი ხელმძღვანელების ზედამხედველობით შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებობის იდეით არ არის ის ორგანო რომელიც მოქალაქეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების გამოყენებისთვის საქმის კურსში ჩაყენების ვალდებულება უნდა ჰქონდეს
ჩვენ ნორმა ადრეც ითვალისწინებდა, ეხლაც არის ეს ნორმა მერიასთან მიმართებაში, რომ გარკვეულ შემთხვევაში უნდა ჩაგვეყენებინა საქმის კურსში, თუმცა ეს რა შემდგომარეობს საკონსტიტუციო სასამართლომ მას გააუქმა, ადრე იყო რომ ნებართვა უნდა. ეს არ არის ნებართვა, ეს არის საქმის კურსში ჩაყენება მერიას. რატომ? იმიტომ რომ როდესაც მე გამოვიდივარ და ვახორციელებ ჩემ შეკრებასა და მანიფესტაციის უფლებას, ეს ნახეთ ნორმის ლოგიკა რა შემდგომარეობს. აი ზუსტად ამიტომ არის სამართალი ლოგიკის გარეშე არაფერი, ხომ? ლოგიკა იმ მდგომარეობდა იმაში, რომ თანდაღოლილი შედეგის სახით თვითონ ნორმა ითვალისწინებს ამას, რომ მე შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას როდესაც ვიღენებ, ძალიან მოსალოდნელია, თანდაყოლილია და ამავდროულად ალბათობა არის ძალიან მაღალი, რომ ეს ჩემი უფლების გამოყენება ასე ვთქვათ, გზის გადაგედვა, ასე ვთქვათ, გამოიწვიოს, ტრანსპორტირების გადაგედვის შეზღუდვა შესაძლოა გამოიწვიოს და ასე შემდეგ, რომ ეს უგანონობაზე კი არ არის საუბარი, განონიერად ეს შეიძლება მოხდეს და მერიას იმის გამო უნდა ჩავაყენოს საქმის კურსში, რომ ბ ადამიანი, რომელიც რუსთაველის გადაგედილია რუსთაველი და ვერ ივლის იქიდან, აქედან გამომდინარე მერიამ როგორც მოქალაქეთა სოციალურ გარანტიას უზრუნველყოფელი ორგანო შეძლოს ტრანსპორტირების სხვაგან გადაადგილების უზრუნველყოფა. ნახეთ, შესაბამისად ნორმა თვითონ გეუბნება ადამიანს და მათ შორის სახელმწიფოს, რომ შეგრებისა და მანიფესტაციაზე როდესაც არის საუბარი, ნებისმიერი შედეგი, როდესაც ეს არ არის ძალადობრივი, ყველაფერი მოსალოდნელი და ყველაფერი არის კანონიერი და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული. რა შედეგიც არ უნდა გამოიწვიოს. მხოლოდ არაპროპორციულობაზე შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ადამიანის უფლებაში ჩარევა და შეზღუდვა იმდენად არაპროპორციულია, რომ სხვა გზით, აი ნახეთ თვითონ იმ ქმედების შეგრებისა და მანიფესტაციის გამოყენება იმდენად არაპროპორციული ხდება, რომ უკვე სხვის უფლებებს ისე აზიანებს, რომ მისი აღდგენა პროპორციულების კონტექსტში აუცილებელი ხდება და მათ შორის პროპორციული. და ზუსტად ამასაც დგას უკვე ლოგიკა და რა პროპორციულობა უნდა დაადგინოს ახლა პირველი ინსტანციის სასამართლომ გიორგი სავანელის დგომასა და რას უნდა შეადოროს ერთმანეთისგან, რომელი სამართლებრივი სიგეთა დააზიან, რა უნდა დაადგინოს. აი, რომ დაჯდება გადაწყვეტილება უნდა დაძეროს, რომლებიც შაბლონია 90% და მხოლოდ სახასთან გვარებს ცვლიან ადამიანებს. რა უნდა შეადოროს, აი შესაძლებელი ჯგუფი, აი ეს შეგრებისა და მანიფესტაციის გამოყენებასა და ამ ადამიანის, რომელიც უნდა იყოს ადამიანი, თუნდაც სამართლებრივი სიგეთ, რომ შეადოროს დარღვეულია თუ არა, რა უნდა შეადაროს. ან ხო უნდა დაფიქრდეს როგორც მოსამართლე, რომ მე რას ვაკეთებ. და აი ეს საქმეები იმდენად აბსურდულია, მე არაერთხელ მithქვამს და ესეთი აზრი გამჩენია, ნახოთ იქნებ გამოვიდეს კიდევაც, რომ სასამართლოს იმ ფლიგელში, სადაც ეს საქმეები მიმდინარეობს, უნდა იქცეს მუზეუმად, თუმცა ყველაფერი შეიცვლება და იმ დარბაზებში, სადაც ეს პროცესები მიმდინარეობდა, უნდა იტრიალოს მუდმივად ამ სხდომის ჩანაწერებმა, ვინ როგორ იქცეოდა, რომ ყოველთვის აი როგორც არ მინდა ეხლა ქვეყნების ხსენება, მოკლედ ეს დარჩეს ისტორიას და მეხსიერებას, რომ როგორი არ უნდა ვიყოთ, რას ნიშნავს ცუდი სასამართლო, რას ნიშნავს არაკეთილსინდისიერი მოსამართლე, რას ნიშნავს დამორჩილებული სასამართლო, რომელსაც არ ესმის რა ფუნქციას არის მართლმსაჯულების განხორციელება და სამართლის აღსრულება, ხო? გეთანხმებით, მეგეც მეხსიერების პოლიტიკის ნაწილია, რომელიც იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, რომლებმაც დაძლიეს ბევრი პრობლემა, გადალახეს და წინ არიან პოლონეთი, ბალტიისპირეთის, სწორედ დიდწილად ამაზე დგას, რომ მათთან მეხსიერების პოლიტიკა გამართულად მუშაობს და ინსტიტუციურ დონეზეც კი მუშაობს, რაც ჩვენთან სამწუხაროდ ვერ მოხერხდა აქამდე. ამიტომ ეგ ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა სტუმრობისთვის. ერთ დამამთავრება, რაც არ შემიძლია არ თქვა, ამით დიდი ალბათობით რეჟიმის ლოგიკის გაგება ყველაფერში ძნელია, მაგრამ ალბათ ცდილობენ რომ დაგვაშენონ, მაგრამ უკან დასახები უბრალოდ არ აგვაქვს, იმიტომ რომ როდესაც გამოვედი პატიმრობიდან, მაშინვე ტელევიზიაში ჩამერთო და მაშინვე ვთქვი რომ მეორე დღეს შაბათის დიდაქციაზე უნდა მივსულიყავით და მივედი და პარასკევს ხტომის მერე აქედანვე ვამბობ საქმეთა სამინისტროს გასაგონადაც ისევ წავედი მეორე დღეს აქციაზე და კიდე წავალ როცა გარეთ ვიქნები, მანამ სანამ რუსულ რეჟიმს არ ჩამოვშლით. ამიტომ ვისაც ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ეს პატიმრობები ვეღარავის ვეღარ გააჩერებთ. იმ ადამიანებსაც ერთი წლის ჩასვავენ, ან დახვდებათ რეჟიმის საბედნიეროდ დამხობილი, ან ერთი წლის მერე ისევ გავლენ და იქ დადგებიან, რომ იბრძოლონ საქართველოს ინტერესებისთვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ ეს საბედნიეროა, რომ ეს რეპრესიული კანონები
მართლა არ მუშაობს. აი, როცა ჟარგონზე ვამბობთ ხოლმე, ბევრი კანონი გაუტრუხდათ, მართლა ასე მოხდა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მედექ საზოგადოებასთან ეს კანონები არ მუშაობს, იმიტომ რომ აბსურდულია და იმიტომ რომ არ გააჩნია კონკრეტული მიზანი და აღსრულების პრობლემაც აქვს. ასე რომ ბრძოლა გრძელდება საქართველოს გამარჯვებამდე და ევროპაში სრულფასოვან ინტეგრაციამდე. კი ბატონო, დაგეთანხმები და სწორედ ამ სიტყვებით დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურებთ მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო